გაუმარჯოს ისმის შემიხ ერთი წამი კი ისმის ვინ ხარ სოფხედელობით ნუ ათეისტი ვარ რა ეგრე გამოდის ათეისტი ვარ კი ბატონო გაქვს დებატის სურვილი აი ერკვევი ამ საკითხებში იცი როგორი რაღაცა ეხა შეიძლება ისე არგუმენტირებულად ვერ გედებატო და თუ მარტო დებატი არის შემიძლია ჩავიდე რა აბა რაზე ხარ შემოსულ აი შემიძლია გესაუბრო მაგალითად აი ათეიზმზე და ან სარწმუნოებაზე და რელიგიაზე რა ხო ანუ ყოველ შემთხვევაში აქ ძირითადად საუბარი არის ანუ ჩემი არგუმენტი არის რომ ათეიზმი ტყუილია ანუ სიცრუეა და ანუ ძირითადად მაღაზე ვსაუბრობ რა ანუ მაგ კუთხით მიმყავს საუბარი და თუ კი ბატონო თუ ვინა წავიყვანოთ მაგ კუთხით იმიტომ რომ მე ადრე ანუ მე მგონი ვიყავი რა ქრისტიანი იდეაში ეგრე უწოდებდი ჩემ თავს და მე რაღაცნაირად აი ფიქრები მომივიდა თავში მეგობარო რომ აი თითქოს შეიძლება ეს ყველაფერი გამოგონილი იყოს და ისე მაწუხებდა ეს ფიქრები, ისე მაწუხებდა, რომ საბოლოოდ მაგაზე შევჯერდი, რომ აი შეიძლება ეს ყველაფერი რაღაც გამოგონილი არის და რაღაცა ეგეთი რა მსგავსი. მაგრამ ხო იცი ჩვენი ფიქრები როგორია ხა პირობითად შეიძლება ფიქრი მოგვივიდეს რომ ავდგეთ ვიღაც მოუკლათ ან რავი რამდენი ცუდი ფიქრი მოგვსვლია. ყველა დაუჯერეთ ეს აზრები ისეთი მაცდურია და ისეთი ბოროტია პირობითად მე მაგალითად 100 აზრიდან ჩემი 100 აზრიდან 99 ბოროტია. აი პირადად რო გითხრა. აი გულწრფელად რა, აი 100 აზრი თუ მომივა, მაგიდან 99 სიბოროტი და ტყუილით არის ახსავზე. აუ მე პირადად ესე ვარ, შეიძლება სხვანაირად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ანუ აი რა ვიცი, აი ნახე ზოგადად აზრები, ეჭვის ფიქრები, შფოთვა, ანუ ეს მორწმუნესაც მოსდის, რა თუ ვინდა მაყუთხითაც ვისაუბროთ, მაგრამ ნუ ათეიზმსაც შეეხება, რავი მარტივ თემაზე ვისაუბროთ. მაგალითად თუ გჯერა რომ არსებობს აი ობიექტურად კარგი და ობიექტურად ცუდი რაღაცეები. აი მაგალითად თუ მეთანხმები რომ პატარა ბავშვებზე ძალადობა ცუდია ობიექტურად. ანუ ყველა ვარიანტი ხო? კი. ცუდი. ხო, ანუ ამ შემთხვევაში აქ ღმერთის არსებობას უკვე აღიარებ, იმიტომ რომ თუ მაგას ვიძახით მე და შე რო სიტყვაზე რაღაც მორალურ ჭრილში ობიექტურად ცუდია, ეს ნიშნავს რომ ადამიანის გონების მიღმა არსებობს აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი. სხვა შემთხვევაში მაშინ რატო არის ობიექტურად ცუდი და რატო არ არის შენი პირადი აზრი, როგორ ჩაურმა გემრიელია თუ უგემური. აი მაგალითად პირობითად ადამიანი რომ მოვიდეს და გითხრას რომ კარგია. რატო ხარ შენ მართალი და რატო არ არის სუბიექტური, ხო? იმიტომ რომ თუ არსებობს ჩვენი გონების მიღმა, ანუ ადამიანის გონება თუ არ არის განსაზღვრელი ცუდის და კარგის, არამედ ჩვენი გონების მიღმა თუ ობიექტურად და აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი არსებობს, ანუ ღმერთი, მაშინ მართლა ცუდია. თუ არა და მაშინ უბრალოდ არ არის რეალურად ცუდი და ეს არის ილუზია, ხო? არც ობიექტურად ცუდი რო იყოს, დაუშვათ აი ბევრი ადამიანი რო იძახდეს რომ ობიექტურად ცუდია, ეგ არ გამოდის ეგრე? ბევრი ადამიანის გამო რომ ცუდი არის ობიექტური. არა, ბევრი ადამიანი რო იძახის ანიშნავს რომ ობიექტურად რაღაც ეგრეა. აი ბევრი ადამიანი იძახდა რომ დედამიწა ბრტყელია და თურმე გეოიდია. ანუ ბევრმა ადამიანმა ხა პირველად 8 მილიარდი ადამიანი რო გაგიჟდეს და თქვას რომ ძალადობა კარგია და ორი კაცი დავრჩეთ, მაინც ცუდი იქნება. მე ის ორი კაცი რომ მოკლას ამ 8 მილიარდმა და ყველას ეგონოს რომ კარგია ძალადობა, მაინც ცუდი იქნება. ანუ ობიექტური სიმართლე ზუსტად მაგას ნიშნავს რომ ადამიანის გონება არ ცვლის აი ამ ჭეშმარიტებას, არამედ ადამიანის გონების მიღმაც ჭეშმარიტია რა. ეს არის ანუ ღმერთის არსებობას ობიექტური მორალის აღიარებით უკვე აღიარებ, რომ არსებობს ადამიანის გონების მიღმიერი ტრანსცენდენტალური აბსოლუტური მორალური ავტორიტეტი, როგორც სტანდარტი, რომლის არსიდანაც გამომდინარეობს მორალი, ცუდი და კარგი რა. ანუ აი სხვა ვერაფერი ვერ იქნება, რაც შეიძლება ობიექტურ მორალს განაპირობებდეს? ანუ ყველა ვარიანტში რაც არ უნდა იყოს არის აბსოლუტური ანუ აბსოლუტი არის რა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ უნივერსალია თვითონ სიმართლის კონცეფტი, რომ პატარა ბავშვების ძალადობა ცუდია, ანუ იდეაში ცუდია. გესმის, აი ნახე რას გულის ხო? აი პირობითად X-მა არა, გავიგე, კი, მივხვდი, რომ აი ყველა ვარიანტში ცუდია. ან იდეაში ცუდია, თან უნდა იყოს აბსოლუტური, თან უნდა იყოს გონებრივი, თან უნდა იყოს მარადიული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის ცუდი იყო, რა დროსაც არ უნდა დაეწყო კაცობრიობას არსებობა. ანუ ამ სიმართლეს არ აქვს დროითი შეზღუდვა. ამიტომ ეგ ღმერთის დეფინიციაა ყველა ვარიანტში გონია აბსოლუტური, რომელიც ხო, ნუ ავტორიტეტია მორალური რა და სხვა ვერაფერი ვერ იქნება იდეაში. აჰა, გასაგებია. რაღაც განსხვავებულად დამანახე ხა, ეს ვაფშე არ მიფიქრია ეგრე.
ხო, ანუ მაგიტოა რომ ათეისტები მაგალითად ათეისტი ფილოსოფოსები როგორც არიან ნიჩე ან რიჩარდ დოკინსი ამბობენ რომ მორალი ობიექტური არ არის. ანუ არ აღიარებენ ცუდს და კარგს ობიექტური გაგებით რა. აი მორალურ ჭრილში ამბობენ რომ მორალი სუბიექტურია, ეს ჩვენი აზრია, ეს ვისი აზრია. გასაგებია. მაგიტო ხანუ ღმერთის არსებობის გჯერა უბრალოდ რაღაცა ადამიანს გაქვს რაღაცა და ეს ყველას გქონია ცხოვრებაში რა. აი იცი როგორი რაღაცაა მეგობარო ბოდიში ჩაგეჭერი. აი ძალიან აი როგორ გითხრა რა აი ყველაზე მეტად მაწუხებდა ეს ფიქრი რა ალბათ რა აი სხვა ესე არაფერი აი პოლიტიკური ფიქრები კი მომსვლია და რაღაცა ცუდი მაგრამ აი ეს ფიქრი რომ მაწუხებდა რომ აი ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა და იესო ღმერთია აი ეგრე არაფერი რა ჯერ ადრე ვაფშე არც მესმოდა რომ ეს იესო რო ღმერთი იყო რას ნიშნავდა და ეს სამი პიროვნება ეგეც ვერ გავიგე რაღაც წესიერა და მე კაროჩე აი ამან ისე ამრია და ამაბნია რომ მეთქი ბოლო აი შეიძლება მოგონილი იყოს თქვენ ეს ვიღაც ჩემი მეგობარი იძახდა მაგას რა კაკრას რომ რელიგიაო მოგონილიაო და იყენებენო რაღაცისთვისო რაღაც ცუდი მიზნებისთვისო და ანუ რეალურად მართალია რომ ცუდი მიზნებისთვის იყენებენ რელიგიას, მაგრამ ეს ანიშნავს რომ თვითონ რელიგია სიცრუე, ამიტომ ქრისტიანობა. თორე ცუდი მიზნებისთვის იყენებენ. აი გენეტიკური ფალსია მე რო თქვა, გამოიყენეს ქიმია ბომბის დასამზადებლად. ეს ხო არა რომ ქიმია სიცრუეა. ქრისტიანობა გამოუყენებიათ მართლა. ქრისტიანობის სახელით ბევრი ცუდი რაღაც გაკეთებულა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვაშავთ. მე ამაზე მინდა რომ იესოზე მინდა ერთი ორი სიტყვით ყველა ვარიანტში შევეხოთ, რადგან იესოზე მიდგას, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი რა სანამ მაგას გეტყვი, ხა პირადად მეც ძალიან ხშირად უწუხები ვარ ბოროტ აზრებს და ფიქრ მე სხვათა შორის მე ესეთი რაღაც მქონია რომ ღმერთზეც მქონდა მე ცუდი ფიქრები ძალიან ხშირად ღმერთზე ბილწი აზრები აი ღმერთზე ცუდი მეფიქრებო და შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემს გონებაში ღმერთს ესეთი რაღაცების მეც მქონია ეგრე მომსვლია რაღაც ცუდი ფიქრები ანუ ეს არ არის ჩვენთვის ანერვიულო ანუ ამის გამო ჩვენ არ უნერვიულობთ იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს აზრები ბოროტისგან მოდის ჩვენ ვერც ვაკონტროლებთ ამას და მეორე ღმერთი მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის ამ ყველაფერი კვაპატია რა ჩადენილი გვაქვს რასაც ჩავიდენ და რავი რატო ვინერვიულებთ მაგაზე ხო მოგვდის აზრები და უფალი გვეუბნება მე მენდე რაც არ უნდა გჭირდა შენ თამაროდო ეხა ეშმაკს ყوار დაუჯერებთ ის პირიქით კაი დაუშვათ აი ღმერთი არსებობს რა ეხა წეღარაც მითხარი იმან დამაფიქრა რაღაცნაირად რა მაგ ობიექტურა მორალმა და აი დაუშვათ ღმერთი არსებობს მაგრამ იესომდე აი როგორ მივიდეთ აი გეტყვი როგორ მივდივართ რა მოკლედ შევეცდები ნახე ანუ ღმერთი რა ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა დეფინიცია ხონდა ღმერთს იმიტომ რომ ბევრნაირად შეგიძლია ახლა დესკრიფცია გაგო სამყაროს შემოქმედი აბსოლუტური მორალური რაღაცა ბევრი რა სიტყვა შეგიძლია თქვა მაგრამ ერთ-ერთი დეფინიცია რომელიც გაუკეთა მე-11 საუკუნეში იყო ყველაზე საუკეთესო შესაძლო არსება ანუ ღმერთზე უკეთესი არ წარმოიდგინება ისეთი არსება აი ეგ ენას მიგანიშნებს ინტუიციურად მეგბურთის ღმერთიო რომ ვინმეზე იძახიან, ანუ ეს ნიშნავს რომ ეგ პიროვნება უმაღლეს გრადაციაში ფლობს იმ რაღაცას ღმერთს ვისაც ეძახიან, რა. ეხლა ნახე, ანუ ღმერთი თუ ყველაზე საუკეთესო არსება, ყველაზე დიდი სიყვარული, ანუ თვითონ არის სიყვარული არსობრივ დონეზე, ანუ შეუძლებელია მასზე მოსიყვარულე ვინმე იყოს და სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლენა რა არის დაცემულ სამყაროში, ანუ სამყაროში სადაც ადამიანს აქვს სიკვდილის თვისება, სამწუხაროდ რაც შეიძინა დაცემით, ხო? არის თავგანწირვა. აი პირობითად შენ რო გესროდეს ვინმე და მე რო გადაგიდგე და მე მომხდეს ტყვია რო შენ დაგიცვა, ეს არის სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლენა. თავგანწირვაა რა. ამის იქით არაფერი აღარ არის კიდე იქით რო წახვიდ. და ღმერთი თუ ყველაზე დიდი სიყვარულია ჩვენ თუ თავს გაგვაცნობს რას იზამს ჩვენს გამო თავს გაწირავდა. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ღმერთს რომელმაც ჩვენს გამო თავს გაწირავდა. ანუ ლოგიკურად მას ვეძებთ რა. იესოს რაც შეეხება, ანუ ზოგადად იესოზე გეტყვი 4 რაღაცას ისტორიულ ევიდენსს, რაზეც ათეისტებიც თანხმდებიან, ათეისტი ისტორიკოსებიც, ანუ არამორწმუნეები, რომ ეს მართლა ესე იყო. პირველი არის რომ არსებობდა და ჯვარსაცვეს. მეორე არის და ეს ფაქტი იმიტოა რომ იძახიან ისტორიკოსები, რომ ამას თუ უარყო პირველ საუკუნეში ყველაფერი უარყავი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ისტორიული დოკუმენტი ამაზეა, ჯვარცმაზე და იესოს არსებობაზე. მეორე ფაქტი არის რომ იოსებ არიმათიელმა დამარხა ეს ატესტაციურად დასტურდება. მესამე ფაქტი არის ის რომ 3 დღის მერე საფლავი ცარიელი იპოვეს. ეს ფაქტი იმიტომ არის რომ საფლავი ცარიელი თუ არ იქნებოდა ქრისტიანობა ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ ქრისტიანობა იყო ადრეული მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია მკვდარი პიროვნების აღდგომის რწმენაზე. თუ საფლავი ცარიელი არ არის, აი მოწაფეები რომლებიც იძახიან რომ იესო მოკვდა და აღდგა, მოწინააღმდეგეები იუდეველები და ვიღაცები ეთქვენ, ვინ აღდგა ფიჩო რა აღდგა აგერ არის, ცხედარი საფლავს რას ბოდავთ ხო? ანუ გამორიცხული საფლავი ცარიელია და მეოთხე ფაქტი არის ის რომ კონკრეტულ ადამიანებს იმ დონეზე შეეროდათ რომ ვიღაც მოკვდა
და მესამე დღეს აღდგა რომ მზად იყვნენ ამ სიმართლის მტკიცების გამო თავი გაეწირათ. აი რამდენიმეს და თავიდან როგორ გაწირა საშინელად აწამეს. აი პეტრე ჯვარს აწვეს ამოტრიალებული, თომას არს ჩამოაწვეს, იაკობი მაგალი შენობიდან გადმოაგდეს, სტეფანე ჩაქოლეს, ზოგი დაწვეს და ასე შემდეგ რა მოკლედ. ანუ ამბობდნენ. ეხლა საქმე რაშია? სამი ვარიანტია ზოგადად მოწაფეების საქციელი როგორც შეიძლება. ერთ კითხვას დაგისვამ რა თუ შეიძლება. აი იქნება ეს გვამი დაუშვა და აი ან მოწაფე მოიპარა ან ვინმე ადამიანმა რა, აი ვიღაცა ბოროტმა. ეგ უნდა მეთქვა, ეგ უნდა მეთქვა. აი ეგ უნდა მეთქვა. ხო, ანუ სამი ვარიანტია, რითიც შეიძლება მოწაფეების მოქმედება აიხსნას, რომ ან იტყუებოდნენ, ან შეეშალათ, გაგიჟდნენ, ან სიმართლეს ამბობდნენ. სიმართლეს თუ ამბობდნენ, იესო ღმერთია და ამას არც განვიხილავ. მესამე ვარიანტს. პირველი ორი განვიხილავ. აი მაგალითად, წეღანას თუ იტყუებოდნენ, რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია, რომ მოიპარონ ცხედარი. ხო. ეხლა საქმე რაშია? აი წარმოიდგინე, მე ვარ ერთი მოწაფე და უშუალოდ მე ვარ პეტრე და შენ ხარ იოანე. და მე გეუბნები შენთან მოვედი იოანესთან და გეუბნები იოანე ძმაო მაგარი იდეა მომივიდა მოდი იესოს ცხედარი მოვიპაროთ და მოვიტყუოთ რომ აღდგა შენ მეუბნები კაი პეტრე ძმაო მაგრამ რას მივიღებთ სანაცვლოდ ფულს პატივს დიდებას თუ რას და მე გეუბნები ჩვენ გვაფურთხებენ გვაგინებენ გაგვდევნიან მე სასტიკად გვაწამებენ და ესე მორჩება ყველაფერი და წამომაინც თქვა და შენ რომ მითხრა ვა პეტრე გენიოსი ხარ ბაზარი არა მოვიპაროთ და მოკლან და გვაფურთხო მაინც გავაკეთოთ ეს ანუ მოტივი არ ჩანს პირველ რიგში მეორე ანუ რა ხდება იცი ჯვარცმის პერიოდში რომ იესო რომ შეიპყრეს პეტრემ რა გააკეთა იცი რომ პეტრეს უთხრეს შენო იესოს მოწაფე ხო ანუ პროსტა კი არ უარყო ანუ პროსტა არა კი არ თქვა ანუ იგინა იწყევლა დაწყევლა უფალი იფიცა რომ მე არ ვიცნობ ამ კაცს და აი საშინელი სიტყვებით უარყო უფალი იმდენად შეშინებულია ანუ მე უბრალოდ ხაზგასმა იმაზე მინდა რომ შეშინებულები არიან დანარჩენები გაიქცნენ ერთადერთი მოწაფე იყო სხვადასხვა ერთი მოწაფე იყო მარტო ვინც ჯვარზე დარჩა ბოლომდე ისიც შეშინებულია მაგრამ დარჩა დანარჩენები გაიქცნენ და ხო ანუ ამათთან მოტივი არ ჩანს ხო რატო ყდებიან ტყუილის გამო ხო ანუ და იქნება აი ვიღაცა აი დაუშვათ რა აი მესამე პირვა მოწაფემა რა აი ვიღაცას ბოროტმა ადამიანმა დაუშვა და აი ადგა და მოიპარა რა აი პროსტო რომ აი მე ხალხს დაეჯერებინა რაღაცა რა აი მოწაფეებსაც დაეჯერებინა და აი ვიღაცა მოიპარა დაუშვა ნახე საქმე რაშია გავყვეთ ახლა მაგას რომ დაუშვათ რაღაცნაირად მოწაფეების შეცდნენ პირველში ერთი მინდოდა რაღაც რომ ზოგადად ჰალუცინაცია გამოვრიცხოთ იმიტომ რომ 500 კაცი მოკლეს, იმიტომ რომ ამბობდა რომ იესო ნახე თუ აღდგარი და 500 კაცს რო თავი დავანებოთ 15 ადამიანი რო ავიღოთ 11 მოწაფე იუდას თვითკვლობის მერე და ის ქალები დანარჩენი ვინც ამბობდნენ აღდგა 15 კაცს ერთდროულად ჰალუცინაცია შეუძლებელია და ერთდროულად რომ შენახათ ჰალუცინაცია აი რაღაცნაირად ერთი და იგივე რამე რო ნახონ ეგ არის შეუძლებელი ჰალუცინაცია სუბიექტურია დაჟე ჰალუცინაცია რომ შენახათ მკვდრეთი დაღდგომის ფიზიკურობას არ ხსნის ანუ სარიელი რატოა საფლავი მაგრამ კაი ანუ ვიღაცა მოიპარა დაუშვათ მან თემა რა არის იცი რომ ესენი იმას ამბობენ, ესეთ რაღაცას ამბობენ, ანუ მოწაფეები რატომაც ყდებიან და ეს ჩანს სახარებაში. აი პავლე ამბობს ესეთ რაღაცას, რა რომ უდიდესი მოაზროვნეა და ეს რაღაც ამბობს, რომ იესო თუ მკვდრეთით აღდგა, ჩვენ სულელები ყოფილვართ, მაშინ ახლა აბა რას ვიღწვიან, წამოჭამო და ვიმხიარულოთ, ხო, რას ვაკეთებ სულელები ვარ და მათი მთავარი განცხადება არის, რომ მათ იესო იხილეს აღდგარი. ანუ ესენი იმას კი არ ამბობენ, რომ ცარიელია საფლავი. ესენი ამბობენ, ჩვენ ნახეთ, რომ იესო აღდგარია. და ეს უნდა აიხსნას, რატო აკეთებენ ამ განცხადებას, იმიტომ რომ ამ განცხადებას ხალხი შეეწირა. ანუ ამ განცხადების გამო ხალხი დაიწვა ცოცხლად ქუჩის გასანათებლად ნერონის დევნის პერიოდში და რაღაც უცნაური ხდება. ამიტომ რაღაცნაირად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ავხსნათ რა შეიძლება მან მომხდარიყო. და აბდუქციურად ჩემი აზრით ვერაფერი ვერ ხსნის გარდა ის რომ ვიღაც მოკვდა მართლა და მესამე დღეს მართლა აღდგა. აი, სხვადასხვა თან როგორი თემა იცი რომ მოწაფეებისთვის ეს გაუგებარია იმ კუთხით რომ მაგალითად ერთი მოწაფე არ იყო სხვებმა რო იხილეს რა ისტორიულ დოკუმენტში წერია ჩვენ წერილშიც გვიწერია და თომას ეუბნებიან რომ აღდგა თომა ეუბნება არა მე არ დავიჯერებ სანამ მის ჭრილობაში ხელს არ ჩავყავ იმდენად გაუგებარია მისთვის როგორ შეიძლება ვიღაცა მაგადგინოს თავისი თავი მკვდრეთით ეს მიუღებელია მისთვის ანუ ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიზახი რა და აი მაგალითად ერთ რაღაცას წაგიკითხავ იმას რა ქვია აი პავლეს სიტყვებს აი წეღან ვინც თქვა ვისაც თქვით რომ პავლე ამბობს ეს რაღაცას რომ იესო თუ არ აღდგა ნახე რა შეასახმე ეს ადამიანები არიან რა თქმა უნდა მოაზროვნე ადამიანები მოაზროვნეები არ იყვნენ ანუ ესენი სულ განათლებული ხალხი მეთევზეები და ესეთი ხალხია პავლე კიდე განათლებულია რა თქმა უნდა მწიგნობარი იყო და აი პავლე ეს დამოვიწყდა ეს დეტალი რომ გარდა მაგისა უნდა აიხსნას მტრები რატო იძახდნენ რომ ქრისტე აღდგა იმიტომ რომ პავლე მაგალითად მკვლელი იყო ქრისტიანებს კლავდა ანუ ქრისტიანებს იმის გამო კლავდა რომ იძახდნენ რომ იესო აღდგა და მე თვითონ დაიწყო
იმის ლაპარაკი რომ იესო აღდგა და თვითონ მაგის გამო თავი მოაჭრეს. სხვათა შორის ერთხელ ადრე მამაოს კითხე რა, ეგეთი რაღაცა, აი ეგრე რო იქნება მოიპარესო და ეგეთი რაღაცა მითხრა რომ სულ რომ მოიპარათო, პროსტა მაშინ ვერ გავიგე რა და სულ რომ მოიპარათო ერთი მოციქული იყო, მე მგონი ეხლა პავლე შერულაპარაკობდი მაგაზე რომ ეგო ქრისტიანებსო კლავდაო ჯვარცმის მერეცო რა, რაც იესო ჯვარცმის მაგის მერე კლავდაო ქრისტიანებსო და მერეო გახდაო ქრისტეს მორწმუნეო რა. ხო, მაგის მერე რანაირადო რა, მაშინო თუ ის არის. მაგის მერე კლავდა, პავლე იყო. ანუ ხო, პავლე კლავდა. პავლე კლავდა ქრისტიანებს. პავლე და ერთი არის კიდე იაკობი, ის არ კლავდა ესე აქტიურ ქრისტიანებს, მაგრამ ესეც მტერია, იაკობიც მტერია, ვინც წერს მე ქრისტიანობის, იმიტომ რომ არ წამს წერილში ჩანს. ანუ მოწინააღმდეგეებიც კი მე მაგის გამო ყვდებიან, ესეც უცნაურია და ესეთ ანუ მე მინდა გაგაცნო, პავლე აი რაღაცნაირად გაიცნო, ეხლა რაღაც წაიკითხავ და მიხვდები როგორი ადამიანი იყო, ანუ როგორ აზროვნებს მაგას მიხვდები, ნახე? ეს რაღაც ამბობს, კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ მეტყველებდე, სიყვარული თუ არ მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე რომ მთების დაზრაც კი შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს არაფერი ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არ მაქვს არასმარგია. სიყვარული სულ გრძელია და კეთილმოწყალე. სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იტანს, ყველაფერის წამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს გადავა, თუმცა წინასწარმეტყველები განხარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. რადგან, ანუ დაახლოებით მინდა რომ აი გაიცნო როგორი პიროვნება, იგივე პიროვნება, რომელიც ესე დაალაგებულად და ესე სასწაულ დონეზე გადმოსცემს თავის სათქმელს და აქ ღმერთს აღწევს, სიყვარულში ღმერთს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ღმერთის აღწევი არ უკეთურობს, არ შურს, ეს ჩვენზე არის ღმერთზეა, ამბობს. მაგრამ ნახე იგივე პიროვნებას რაღაცა წერს, ანუ ბიბლიაში უწერია რა, იგივე წიგნში, თუ იესო არ აღდგა, მე ჩვენ ვართ სულელები. რასაც ვაკეთებ ყველაფერი ფუჭია. ანუ თავარი იდეა პავლეს ის კი არ არის, რომ თავისი სიბრძნე და მორალური სწავლება გადა. თავარი იდეა არის ერთადერთი, რომ გითხრას, რომ მოკვდა პიროვნება და მესამე დღეს აღდა იქ ჩანს მის მსახურებაზე, რომ მეფემ რომ დაიჭირა, ასის თავმა რომ მიუყვანა. ეკითხებიან, რომ რაზე არის დაჭერილი, რაზე მიყვოს დასაჭერა და პასუხი ესაა, ვიღაც იესოზე იძახის, რომ აღდგაო. პირდაპირ ესე წერია. საქმეა რომ ვიღაც იესოზე იძახის რომ აღდგა, ასე რომ მთელი მთავარი იდეა რის გარშემოს ესენტრიალებენ არის აღდგომა, მეტი არაფერი. ასე რომ ხო უნდა აიხსნას რა და ესა ჩანს რომ არ იხსნება არანაირად გარდა, ანუ აბდუქციურად არ იხსნება. გარდა რაც მომიყვანე ეს არგუმენტები მართლა ლოგიკური არის, რომ აღმდგარი იყო მართლა რა და ისეთი აი ფიქრები მომდიოდა ისეთი რომ აი რავი რა აი როგორ გითხრა ეხლა ვერ გადმოცემ ალბათ აი ძირითადად რა ხან ლაპარაკობ პარემ იმასაც გეტყვი აი სამი ფაქტორი მქონდა ხოლმე აი რაც თავში მომდიოდა ერთი იყო რომ აი ეს სამება ვერ გავიგე რა აი შეიძლება მამა იყოს და ძე იყოს და სულიწმინდა არ იყოს ღმერთიო და რაღაც აი ეგეთ ფიქრები მქონდა რა მეორე იყო რომ კი მაგრამ თუ ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი მაშინ აი ეს მუსლიმები რო არიან დაუშვათ აი ამდენი არიან თან ეს მუსლიმები და აი რატო სწამთ ხო აი მე ხო მოვიდა მაგათი წიგნი დაიწერა და ესე იგი რაღაცის გამო სწამთ მაგათაც ხო ეგ იყო და აი მესამე იყო კიდე ეს რა აი ცუდი ფიქრები და რაღაცა რომ აი რაც წეგან ახსენი რა ეგ უკვე ეგ ერთი საკითხი ამოიწია ხო ანუ ცუდი ფიქრები მეც მაქვს და ცუდი ფიქრები არ არის პრობლემა პირველ ორზე გაგცემ პასუხს მეორეზე გაგცემ პასუხს ნახე რა შეასახმე ზოგადად მე გეტყვი რით არის განსხვავებული ქრისტიანობა ყველა სხვა რელიგიიდან და მე მიხვდები ანუ ყველა რელიგია არის ეშმაკის შექმნილი აბსოლუტურად ქრისტიანობის გარდა გეტყვი რატო ნახე რელიგიები არის აი ისლამი, იუდაიზმი თუნდაც ანუ სხვა რელიგიები, ინდუიზმი, კარმა და სხვა რაღაცები. ანუ სისტემაში არის ესეთი რაღაც. რა უნდა გააკეთო შენ ადამიანმა, რომ ღმერთთან მოხვდე? ეს ქრისტიანობაში მიუღებელია. ქრისტიანობაში არის პირიქით. ღმერთმა რა გააკეთა, რომ მასთან მოხვედრილიყავი. ანუ ქრისტიანობის კი არა შენ რას აკეთებ ღმერთისთვის? პირიქითა, რომ ისე უყვარხარ, უკონდიციო, დაუმსახურებლად, ყველაზე მეტად რომ შენი ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთა და ჩუქნის 60-ს. თუ მიიღებ, თუ ირწმუნებ, ხო? ხჩუქნის. ანუ და იქ არის და უნდა დაიმსახო იქ 5 ჯერ უნდა ილოცო მაგალითად ისლამ. განა ლოცვა ცუდია 5 ჯერ კი არა 55 ჯერ ლოცულობთ ხო ქრისტიანები მთელი დღე ლოცულობდნენ ის, მაგრამ პრინციპი არ არის ესო, მაგის გამო ჩვენ არ ვიმსახურებ 60-ში ერთადერთი მიზეზია რატომაც ხვდებით, ეს არის ჯვარცმა. მოკვდა იესო, მაგით ხვდებით რა და წამს მის
და სამებას რაც შეეხება, ხო და რელიგიებზე კიდევ ვიტყვი ძალიან ბევრი რელიგია არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია მაგისკენ, რომ თვითონ თავის გადამჩენილი თვითონ უნდა იყოს მე მარტო ამაზეა და მიუღებელია ზოგადად ადამიანისთვის, რომ იესო გადამჩენილი და ადრე რა, როცა ჩემ თავს ქრისტიანს ვეძახდი რა, ეგეთი სიტუაცია მქონდა, რომ დაუშვათ, რომ გადავსულიყავი ისლამზე რა, ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს უფრო მშვიდად ვიქნებოდი. ვიდრე ქრისტიანი რო ვიყავი და მეგონა მაგიტო რომ არასწორი რელიგიაში ვიყავი რა და რაღაც გაურკვევლობაში ვიყავი, ეგრე მეგონა რა. ეგეთი შეგრძნება მქონდა. ყველაზე დიდი სიმშვიდე ეს არის ეგ ქრისტიანობა, იმიტომ რომ ნახე რა განსხვავება კიდე ერთი განსხვავება მინდა გითხრა, რომ ის მუსლიმს რო კითხვა 60-ში მოხვდებით თუ ჯოჯოხეთში არ იცის. ან ნებისმიერ სხვა არ იციან რა, ანუ რა ვიცი, ალაჰი გამჟის და როგორც ალაჰი ნებს ისე იქ. ჩვენთან როგორ არის, იცი რომ იოანეს უწერია მაგ წერილში, ეკლესიას რომ მიმართოს, თქვენ იცოდეთ იესოს მორწმუნეებმა რომ საუკუნოს სიცოცხლე გაქვთ, ანუ იცოდეთ, ეჭვი კი არ გეპარება და იესო ამბობს, ჩემი ცხვრები ჩემს ხელთ არიან და ვერავინ მომტაცებს მათ ჩემი ხელიდან. ანუ იესო კი არ გეუბნება რომ ანი გაგიშვენა, იესო გპირდება რომ თუ ირწმუნებ მისი ხარ და უყვარ ხარ და არასდროს გაგიშვებს რა და ეს განსხვავება, ანუ ეს არის, ანუ იქ რელიგიები არის ტრანზაქციული, მაკდონალდის drive-thru არის რა, 5 Big Mac-ი მომეცი და 100 ლარს მოგცემ თუ რაც ღირს ის 5 Big Mac-ი და ქრისტიანობა არის რომ თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ იესო ამბობს ჩემ გარეშე, ანუ ეხლა რაც გავიგე, ქრისტიანობა გამოვიდა, ესე იგი რასაც ღმერთი გვიკეთებს ჩვენ? ხო, პირიქით, ანუ ბიბლია არ არის ჩვენ რა უნდა ვქნა, ბიბლია არის ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის. ანუ გასაგები. ყოფინება არის ის ბიბლიის შეტყობინება არის რომ ღმერთს უყვარხარ მიუხედავად რაც არ უნდა იყოს რა, ანუ ეს არის რა. ღმერთის იდეაში ერთ სამეს გეტყვი, ნახე, ღმერთის სამხრივი სიყვარული კაცობრიობის მიმართ, ძველ აღთქმაში ყველა ამბავი რაც არის მაგის წინასახე, ოსიას ყავდა, მაგალითად მეძახდა და სულ ღალატობდა და ოსია მაინც პატიებდა და ბოლოს მონად გაყიდეს ის სული და იქ ჩავიდა და იქ ამოიყვანა იქედან და იქედან დაიხსნა, ხო. ეგეც ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, ხა რამდენჯერ ღმერთისთვის ჩვენ გვიღალატია და ვღალატობთ, მაგრამ მაინც ჩვენთანაა. და იონე მერე წერს ამას, რომ ჩვენ არ ვართ მისი ერთგულები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი ერთგულია. ანუ ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჩვენ თავზე, არა ღმერთი რას გვიკეთებს. ჩვენ და ესეა და სამებას რაც შეეხება ამაზე მოკლედ გეტყვი. და მე სხვა დროს თუ დაგაინტერესებს კიდე ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ. სამება ღმერთის სამპიროვნება არის მეტაფიზიკურად აუცილებელი. ანუ ის კი არა რომ უისამება, ეს აუცილებელია რომ ეგრე იყოს, იმიტომ რომ პირობითად ერთპიროვნული ღმერთი გამორიცხულია ლოგიკურად ჩემი აზრით და გეტყვი რატო. ღმერთი არის ყოვლის მცოდნე. ეს ნიშნავს რომ ღმერთმა მარადიულად სამყაროს შემოქმედებამდე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უდროა ღმერთმა მარადიულად იცის საკუთარი თავი. ანუ ღმერთმა თუ მარადიულად იცის საკუთარი თავი, ხო განსხვავდება ცოდნა როგორც ცოდნის აქტი და ცნობილი, ანუ ცნობილი შინაარსი, რაც ამ ცოდნის შედეგად იცი. რა თქმა უნდა განსხვავდება ცოდნა როგორც აქტი და ცნობილი, ანუ ცოდნე და ის რაც იცი, ცნობილი რა. ამიტომ ღმერთმა თუ სრულყოფილად იცის თავისი თავი, ამ სრულყოფილი ცოდნის შედეგად აუცილებლად უნდა არსებობდეს ამ ცნობილის შინაარსი, რაც სრულყოფილად იქნება ღმერთის ხატება და აუცილებლად უნდა იყოს თან პიროვნული, იმიტომ რომ პიროვნული თუ არის, მაშინ გამოდის რომ ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ცოდნის ამ ცნობილ შინაარსში სრულყოფილი რეპროდუცირება. ამიტომ ცოდნის აქტიდან, რომელიც მარადიულია, ღმერთის არსში, ანუ ღმერთის არსს ფლობს სამი პიროვნება, მამა, რომელმაც მარადიულად იცის, ძე, ვინც მამამ მარადიულად იცის და სულიწმინდა, როგორც მათი. ეს არის მარტივად გიხსნი არსობრივ დროზე, ანუ ეს არის სამი პიროვნება, რომელიც ფლობს ერთი და იგივე არსს, ანუ ერთი შემოქმედება, ერთი ძალა, ერთი ნება გააჩნია სამ სხვადასხვა პიროვნებას. როგორც გავიგე, ცოტა დავიბერნი, მაგრამ თუ გავიგე სწორად გითხავ რა, ეხა ესე იგი მამა მიცის ძე მიცის სულიწმინდა და ერთმანეთი იციან და ეგ არის ცოდნა თუ რა თქვი ვერ გავიგე. ხო, ანუ ნახე, მაგალითად, ნახე ჩემი და შენი ცოდნა საკუთარ ჩვენ თავზე ხო არ არის სრულყოფილი, ანუ ჩვენ ახალ რაღაცებსაც ვიგებთ, ან ხშირად არის გვეშლება. ღმერთი ხო განსხვავებულია, ანუ ღმერთი მცოდნეა სამყაროს შემოქმედებამდე, ანუ ღმერთს სამყარო არ ჭირდება არაფრისთვის და ღმერთმა მარადიულად იცის თავისი თავი. მარადიული ცოდნა თუ აქვს ღმერთს, ცოდნა როგორც აქტი და ცოდნის შედეგი, ანუ ცნობილი, ცოდნა და ცნობილი შინაარსი, ხო განსხვავდება? ცოდნა სხვა, ცნობილი სხვა. ცოდნა, ანუ თვითონ ღმერთში არსებული მარადიული ყოვლის მცოდნეობა წარმოშობს ამ იმას პიროვნულ ურთიერთობებს, ანუ მამა, ძე და სულწმინდა. მამა და ძე ეს არის პიროვნული ურთიერთობები. მამა არ ნიშნავს რომ ჯერ მამა იყო და ძე გააჩინა რა. მამა არის პიროვნული, ანუ ჰიპოსტატიკური იდენტობას ვეძახით ამას ქრისტიანობაში. ანუ პიროვნული რელაცია ამ შემთხვევაში რა და
ხო, ანუ ღმერთი რადგან სრულყოფილია თან, ანუ ერთპიროვნული ვერ იქნება, იმიტომ რომ მარტოსულობა არ სრულყოფილება ეგ წერილში ჩანს, ადამი მარტო იყო და კარგად არ იყო. და ანუ ღმერთი არ არის მარტოსული და სიყვარულია, სიყვარულის გაზიარება, სიყვარული არ არის, ანუ ეგოისტური, ანუ ავტონომიური, მხოლოდ ანუ გაზიარებითი, ამიტომ სამ პიროვნებაში არის მუდმივი სიყვარული, მუდმივი ერთობა და ეს მუდმივი მარადიული ცოდნა რა. გასაგებია ეხლა რაც ვითხარი, აი უფრო კარგად გავიგე და დაუშვათ შეიძლება რომ აი მამა და ძე იყოს მარტო და სულიწმინდა არ იყოს ეგეთი რაღაცა? არა, სულიწმინდა ჩანს როგორც ცალკე პიროვნება. ანუ ჩანს? კი, რომ წერილში ხედავთ, რომ სულიწმინდა ცალკე პიროვნებაა. აი ესო ამბობს, რომ სულიწმინდა გაგხსენებთ ყველაფერს, რაც მე გასწავლეთ. ანუ ჩვენ ხო, მამის გარეშე ძის ღმერთობას ვერ გავიგებთ და სულიწმინდის გარეშე ძის მორწმუნეები ვერ ვიქნებოდით. აი ეს რაღაცა ვის არის რა, ფილმი მაქვს ადრე ნანახი იესოზე და ხშირად ახსენებს რომ აი მამა მიცის, მამა ჩემზე უმეტესია, მაგრამ აი სულიწმინდას არ ახსენებს ხოლმე რა ზოგადად და მაგით. ხო, არა, სულიწმინდას ახსენებს, უბრალოდ ფილმში არ იქნება ამაზე ყურადღება გამახვილება. აი სულიწმინდას ახსენებს მე-14-ეს, მე-16-ში, მე-15-ეს, 21-ში იოანეს სახარებაში პირდაპირ სულიწმინდას ახსენებს. მე მოციქულების ახსენები რომ სულიწმინდას ნუ შეაჭიროებთ, ნუ შეაწუხებთ სულიწმინდას, ანუ წუხდება, ანუ პიროვნულია. და ასე შემდეგ და ხო, ნუ რაც შეეხება მამა, ძე და სულიწმინდა, რა თქმა უნდა თანასწორია. ანუ არანაირ მეტნაკლებობას არ ვაღიარებთ სამების იპოსტასებს შორის. ანუ და მამასაც პირველი იმიტომ კი არ ვამბობთ რომ ჯერ მამა იყო, უბრალოდ ენა არის ჩვენი აპოფატური და სხვანაირად ვერ ვიძახით. და მაგიტო თორე ანუ სრულიად თანასწორია სამივე პიროვნება რა, ანუ ერთი ღმერთი. გასაგებია. მადლობა დიდი მეგობარო. კიდე ერთ რაღაცას კითხავ კი არ და გეტყვიო. ადრე მქონდა ეგეთი სიტუაცია რა, რომ კითხე ჩემ მამაოს რომ ღმერთი შემოქმედი ხო არის თქო რა და კიო ღმერთი შემოქმედიაო და მაშინ თქო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნი და შემოქმედი არ იყო და მერე გახდა თქო და ესეთი რაღაცა მითხრა რომ შემოქმედებაო არისო უნარიო მე მგონი და როდის მოიყვანს აქტუალიზაციაში მასზე არისო რა დამოკიდებულიო და აი კარგად ვერ გავიგე მე მგონი ეგეთი რაღაცა შეიძლება ეგ პასუხი ანუ ღმერთი არის ბუნებით შემოქმედი იმიტომ რომ ანუ ბუნებით თავისი ბუნებით ანუ ეს სამი პიროვნება ერთი არსით მარადიულ ურთიერთობაში არის ერთმანეთთან ანუ ურთიერთობა უკვე შემოქმედებაა რა ეს პიროვნული რელაცია ამიტომ ღმერთი შემოქმედება გასაგებია ხო, ანუ ისედაც სამყაროს და ზოგადად ნებისმიერ კრეაციას რაც შეეხება, ხო, ანუ ღმერთის გონებაში სამყაროს მოდელი სულ არსებობს და პიროვნებებიც, აი მაგალითად მე, შენ და ესე ღმერთს აზრად არ მოსვლი დრო არ არის ღმერთში და ამიტომ ესე არა ჩვენ არის რომ მაგალითად მე შეიძლება იდეა მოგვიდოსო პირობითად ხვალ წავიდეთ რაღაცა ხინკალი ვჭამოთ, მაგრამ ღმერთში არა, იმიტომ რომ ღმერთში არ არის დინამიური ფიქრი, ანუ მისი გონება აბსოლუტური, ამიტომ მის გონებაში მე და შენ ყოველთვის ვიყავით და მაგიტომ ამბობს პავლე მოციქულის და იერემია რო ეუბნება ღმერთს რომ სანამ დავიბადებოდი მიცნობდი და გიყვარდი ღმერთს ეუბნება იმიტომ რომ ღმერთს მართლა სანამ აქტუალობაში მოუყვანა მახამდეც უყვარდით იმიტომ რომ გონებაში ვიყავით ემინენტურად მის გონებაში ასე რომ ხო ანუ მაგაგებითაც რა თქმა უნდა ღმერთის სულ შემოქმედია ბუნებით რა გაიხარ ძალიან დიდი მადლობა მეგობრო ეხა აი მართლა ისეთი რაღაცა იმას კედი რომ აი რაღაცაირად შემოუტრიალდი რა და კიდე უფრო უკეთესად ჩავეძიები. მადლობა დიდი ძმაო. გაიხარებ. და სხვათა შორის ერთ რაღაცასაც დავამატებ, რომ აი ჩემმა ერთმა ნასობა მითხრა კაკრას, რომ ეს TikTok-ზე არისო ეს ნეო ბიჭიო და აიგო დებატობსო რა მათეიზმზეო და რავი ეხლა აი რაღაც ძალამომერია რომ მეთქი შევა თქო აი რას მეტყვის ხო იგეს თქო რავი აი რა უნდა მითხრას ხო ეხლა იგეთი თქო ვიფიქრე და აი რავი არ ველოდებოდი რა მართლა ესეთ სიტუაციას. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. გაიხარებულში ხარ მიყვარხარ მადლობა ჩართვისთვის. გაიხარე. მეგობრებო მე ნელ-ნელა უნდა გავიდე. აი გულები დაუწერეს სტუმარს, კაი ადამიანი იყო. ინტელექტუალურად გულწრფელი და ღმერთი მას აუცილებლად თავის თავს განუცხადებდა და რა თქმა უნდა თავის წმენას ღმერთი მისცემს. ხო, გავალ რა მე ნელ-ნელა მიყვარხართ ყველანი და გახსოვდეთ რომ ჩვენი ღმერთი და მოწყავარი იესო ქრისტე ყოველთვის ჩვენთან არის. უნდა გავიდე უეჭველი, იმიტომ რომ დილას ვარ ასეთქო.